მოგესალმებით. CESCO-ს ინფორმაციით ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და დაწყებულია კენჭისყრის პროცესი მარტვილის ნომერ მე-16 საარჩევნო უბნის გარდა. ჩვენი ინფორმაციით ღამის 2-დან 3 საათამდე ნიღბიანმა პირებმა აღნიშნულ უბანზე გაიტაცეს საარჩევნო ბიულეტენები. სამართალდამცავები უკვე მუშაობენ ამ საქმეზე, ამ უბანზე ხელახლა ჩატარდება არჩევნები, როგორ და რა ვადებში ამას გადაწყვეტს საარჩევნო ადმინისტრაცია. დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში ერთხელ მოგაწვით დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ, ასევე წარმოგიდგენთ მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ პირველი მონაცემები გვექნება პირველის ნახევარზე და გამოვაცხადებთ 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობას. გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ დღეს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. კენჭისყრის დღეს ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერით. აქვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. გაცნობებთ, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მედია ცენტრი და ცხელი ხაზი 2510051 ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში. საუბარია სოფელ დოშაკენზე. საუბარია სოფელ დოშაკენზე, ეს არის მარტვილის ოლქის ნომერ მე-16 საარჩევნო უბანი და თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ, ეს არის ასევე მე-7 მაჟორიტარული ოლქი. და 2-დან 3 საათამდე ღამის 2-დან 3 საათამდე მოხდა ეს ინციდენტი, გატაცებული არის საარჩევნო ბიულეტენები, სამართალდამცავები არიან საქმის კურსში და უკვე მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. როდის ჩატარდება არჩევნები ამ უბანზე? ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორ და რა ვადებში უნდა ჩატარდეს ხელახლა არჩევნები. ერთი რამ ნამდვილად ვიცით, რომ ხელახლა უნდა გაიმართოს არჩევნები აღნიშნულ უბანზე, თუმცა რა ვადებში გაიმართება, ამაზე მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ადმინისტრაცია.